მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ ვარ საბა და არქიპშროსონსემი და დღეს მეგობრებო მე უკვე მოვედი ჩემს სოფელში. მოკეთ პრინციპში მე ვიყავი წასული 2 დღით მეზობელ სოფელში და წარმოიდგინეთ მეგობრებო მე თან მქონდა წაღებული 32 ისვრიდი და მოვდივარ 5 ისვრიდა და ძლიერს მეგობრებო მოვედი უკვე ჩემს სოფელში. სიმართლე გითხრათ, მეზობელი სოფელი ძალიან კარგია, მაგრამ ჩემი სოფელი რასაკვირველია ძალიან უფრო ჯობნის და ძლიერს მოკეთ მეგობრებო პრინციპში ძალიან ბევრი რამ არ მქონდა წაღებული თან, იმიტომ სულ 2 დღე იქ რაღაც საქმეები მქონდა მეზობელ სოფელში და უკვე დავუბრუნდი. აი ჟიწილნიკები იქ თავისით ასე თქვა დასეირნებენ. პრინციპში მე მქონდა წაღებული მხოლოდ კირა, ალმასის ხმალი და 32 ისვრიდი და მოვდივარ 5 ისვრიდით, იმიტომ მეგობრებო ტაქსი ძალიან ძვირია. მოგეთ მეგობრებო ტაქსი უკვე გავაღოთ და მეგობრებო ძლიერს მოვედი ჩემს სოფელში. Так, მოიეთ მეგობრებო ახლა ხმალი აქა, კირა აქა და პრინციპში შემიძლია უკვე წავიდე ჩემს ფერმების სამშობლოზე. წარმოიდგინეთ მეგობრებო 2 დღე არ ვიყავი ამ სოფელში და არავინ არ უვლიდა ჩვენს ფერმებს და მეგობრებო რაღაც ვერ გავიგე. ეს რა არის? Так, стоп. რა? აგურის კედელი? ხო მეგობრებო ეს ნამდვილი აგურია. მეგობრებო რაღაც ვერ გავიგე. ეს რა სისულელეა? Так, стоп, მეგობრებო მოით უფრო კარგი იცით რას ვისამ ახლა 5 ისვრიდს ახლა ჩავდებ და ერთოს აბა მერთან წავიდეთ. Так, თოლში წინ გამარჯობა. ერთოს მოით აბა მერთან წავიდეთ. მე რო უკაცრავ так, ჩანდა მეგობრებო მე არ არის მგონი საქმეებზე არის წასული. Так, მეგობრებო რაღაც ვერ გავიგე. ეს რა სისულელეა? Так, стоп. Так, მოით მეგობრებო ერთოს გარეთ გავიდეთ. გარედან ნახო ერთოს. ეს ვინ? რა? გაგირება. აი მეგობრებო რას ნიშნავს 2 დღით სახლში არ ყოფნას. გონი მეგობრებო ეს უკვე ჩემი სახლი არ არის. გონი ჟიწენიკებმა უკვე გადაწყვიტეს ეს მათი სახლია. მეგობრებო ეს არ მაწყობს ეს რა. Так, მეგობრებო იცით მე რაღაცას არ მაწყობს. მოგეთ მოით ახლა უფრო კარგია გავაკეთოთ ჩვენი ფერმების სამუშაო. მე აუცილებლად ამ ყველაფერს მოვაშვებ, იმიტომ მეგობრებო ეს მე არ მაწყობს ეს რა არის. ჯესიც მეგობრებო მე ფანჯარ არ გამიფუჭეს ამ ჟიწილნიკებმა. მეორეც ერთი ეს რაღაც ანუ არ არის ლამაზი მეგობრებო აი წარმოიდგინეთ. ღმერთო ჩემო. აი რას ნიშნავს რამოდენიმე დღით წასვლა მეზობელ სოფელში. კაი მეგობრებო პრინციპში კაი ამის დაშლას მეგობრებო რა უნდა 1-2 წუთი და всё. მოით მეგობრებო მანამდე უკვე გავაკეთოთ ჩვენი სამუშაო. სიმართლე გითხრათ კი რასაკვირველია მეზობელი სოფელი ძალიან ლამაზია, ძალიან კარგია და ძალიან მშვენიერია, მაგრამ მეგობრებო რა ჯობს შენს სოფელს მეგობრებო წამოგეთ 2 დღე არ ვიყავი სოფელში და უკვე მომენატრა ჩემი სოფელი ჟიწილნიკები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოგეთ მოით ახლა გავაკეთოთ ჩვენი ფერმები და შესაძლებელია პრინციპში მე გადავიღო მაგ ვიდეო. მე ვფიქრობ პრინციპში ამის შესახებ. შესაძლებელია იქ 1-2 ვიდეო გადავიღო იმ მეზობელი სოფლის შესახებ. Так, ჟიწენკო შენ არ აკეთებდი 2 დღეა ჩემს სამუშაოს და ახლა გინდა? Так, მოით მეგობრებო აქ ჭარხალი. Так, აქ ჭარხალი კი, აქ სწორი ხარ. Так, მოით მეგობრებო სტაფო პრინციპში ჩვენს ამ წელს რაღაც ჩვენ სოფელში ძალიან კარგად იხსნება როგორც კარტოფილი, ასევე სტაფილო, ასევე ჭარხალი და ასევე ხორბლის თესლი, რაც ძალიან მახარებს. Так, არ პრინციპში კარგად სვამს პრინციპში ასე ვთქვათ. Так, პრინციპში დიდი ფერმაც მეგობრებო წარმოიდგინეთ გაიზარდა. მოით მეგობრებო პრინციპში ახლა გავაკეთოთ მალე ეს დიდი ფერმა და მე უკვე შეგვიძლია უკვე ის რაღაც სისულელე დებილობა მოვაშოროთ ჩემი სახლიდან. საერთოდ მეგობრებო აი მაინტერესებს რა ჩასვეს მან ისეთი რამ. აი რა გააკეთეს აი უბრალოდ ძალიან მაინტერესებს. თან მეგობრებო ჩემს სახლთან აი წარმოიდგინეთ. მერთან წავიდოდი, მაგრამ მე მგონი სადღაც არ ვიცი
საქმეებზე არის წასული მგონი ქალაქში. მგონი მეგრო მე გაფრთხილებული ვიყავი რომ მერი წავიდოდა так მეგრო მოიტავა ბოლო ფერმები. აი ეს მეგრო სულ ეს ბოლო ფერმა დარჩა. так ხორბალი სულ 43 სერიოზულად. ну кай პრინციპში так оп და ბოლო ჭარხალი оп ასე აკაც ჭარხალი так оп და всё მეგორო პრინციპში ჩვენი სამუშაო უკვე გავაკეთეთ და ხსენთო გითხრათ ცოტა კი დავიღალე მაგრამ პრინციპში ახლა მეგორო ვფიქრობ ახლა მოვაშორო ეს კედელი თუ ცოტა დაიცდის მოით მეგორო ვიცით როგორ რაღაც ძალიან დავიღალებ თან მთლიანი ფერმები გავაკეთე რაც იყო ჩვენ სოფელში მაგიტომ იცით რა მე ახლა ცოტა ხანს დავისვენებ იქ არ ვიცი წამოვწვევი ლოგინზე მე კომპიუტერთან დავჭდები და მე უკვე საღამოსაკენ უკვე მოვაშორებ ამ კედელს ამ კედლის მოშორებას რა უნდა იქ მეტი არც კი არაფერი არ არის 2 წუთი მეგრო როგორც მე გითხარით ცოტა ხაიდი კი მეგრო მე გამორთავ კამერას ტაქს აჰა ვაუ რა მაგარი თამაშია ტაქს так окей სანამ ეს გადმოიწერება так სოფსერსერს რომელი საათია ого მოგეთ მეგრო მე უკვე ჩავრთე კამერა უკვე ღამისათი საათია წარმოგიგეთ ჯანდავა მე მინდოდა საღამოს так მგონი მეგრო უკვე სრული დროა იმისათვის რომ მოვაშოროთ ეს კედელი პრინციპში მე როგორც გითხარით დიდ დროს არ დაიკავეს მაგრამ რაც თავია ისე მეზობლები რო არ გავაღვიძა აი ეს ჩემი მეზობელი და ფერმერში წელნიკი მეტი პრინციპში არაფერი ну პრინციპში ხო აქ ჯერ ესენი და მე ითქეთ მხარე სულ 2 წუთი დაიკავეს მაგიტომ ძალიან ბევრი დროც არ დასჭირდება так სრითი დავიწყოთ так ნაჯახიც აუცილებლად ინტო იქ ჩემი კედლის დამტვრას და მომიწევს так პრინციპში მოით მეგრობა ასე დავიწყოთ და მე უკვე გარედანი ნაწილიდან так მოით მეგრო ჯანდავა ცოტა ჩემი კედელი ოპა შევწელი ეს უკვე ძალიან ძნელი იქნება ეს სხვა გურია так მიდი რამდენი ხანია აქ უკვე რაც არის так მეგრო შეგეთ წვიმაც კი წამოვიდა так ეს და მეგრო ვერ გავიგე так მოით მეგრო ერთოს რა ჯანდაბა ამ შეწელნიკმება რაღაცა კიდე სარდაფი აშენეს ჩემს სახლთან ეს უკვე მეგრო მართლა არაკანონიერია რა სისულელია ვის დასჭირდებოდა так მეგობრებო ეს უკვე რაღაც მართლა საშინელება так стоп მოით მეგრობა ბრთხილად თუ რამე ნაჯახი ხელში ნაჯახი უფრო მეტ так ეს რა არის სისხლი стоп თხად фу стоп აი ჯანდაბა მეგობრო მე გონეს ნამდვილია ეს ხელოვნურია აი ნახეთ фу ჩემი მეზობლები ხომ არ გამაღვიძე ჩემი ყვირილით ჯანდაბა ეს სისხლია რა ჯანდაბა ხდება აქ რაღაც ეს რა არის გაგიჟება მეგობრებო არა ეს ჩემი არ არის მაგრამ ვისია ეს მაყურებს ტაქს კიდე რაღაც ოთახია მეგობრებო აი ამებმა მართლა შეაშეს მაგრამ ეს არ ვიცი შეიძლება სისხლიც ეს რაღაც კეჩუპი ან რაღაც ასეთია შეიძლება ესეც რაღაც ხელოვნურად გაკეთებულია ნუ ეს 100%-იანი ხელოვნურია რაღაც ნატურა და გაგიჟება საიდან მე ხომ Stop, ეს ნამდვილ Stop, მე მძინავს, ხო? მე მძინავს, უბრალოდ ეს არის კოშმარი. მე ხომ მოვიშორეს თავიდან. როგორ? რატო არ მანერვებს შენ თავს? არა, всё, ჩემს შეცდომებს მე უკვე აღარ გავიმეორებ. წადი ჯანდაბაში, იცი რა? всё, მეგორო, მე მოგეთ ვტოვებ ამას.
Так, стоп, სადა ის ჩემი ტელეფონი. ტელეფონი სულ ჯიბეში მაქვს. მოგეთ მეგრო მე ახლა უნდა გამოიძახო პოლიცია. ვინც მიხვდა, იმან მიხვდა. უბრალოდ მეგრო თქვენ ნახეთ ჩემი ვიდეოები ამის შესახებ. ეს მეგრო ის დროის მანქანა, რომელიც ძალიან საშინელია. მოგეთ მეგრო მადლობა დიდი ვინც ყურა ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგიზრდეთ ლაიქეთ. მე კი ახლა არც კი მინდა მეგრო სახში ყოფნა ახლა ამის შემდეგ. გამოიძახებ ახლა პოლიციას. ნახვამდის.